გამარჯობა, შენ უყურებ ზვაკაც და დღეს გვექნება სუპერკარი 5000-ის პროექტის გაგრძელება და Discovery-ის მეორე სერია რეალურად. პირველ რიგში მინდა დავიწყო მოლოცვით და ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ დამდეგ 2026 წელს და 25-ში რაც ცუდი იყო ყველაფერი 25-ში დარჩენილი იყოს და 26 წელი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისთვის ყველაფერი საუკეთესო მომტანი. რა თქმა უნდა, ყველა კარგი სურვილი აღსრულებოდეს. ცუდი სურვილები ჩვენგან შორს. მოგეთ, ჩაუჯექით ახლა, წავედით Discovery-ის გამოსაყვანად და ნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენები. ის მოვიტანე კრილოზე როკანტი ეკლდა რა. Просто идеალური ვერ ვიყიდე რაღაცა გაგვიღეთ. სხვა ორი კნოპკა აქ. მოცენჩი არის მანქანა. ბიჭო, არა, ნახე რას ვიზახი, ნახრიალებია რაღაცნაირად. აი მას რა უნდა უშოროთ. იმას არ ხიავშობთ, თუ არ გადაღებულ, არა ის რო გადაღებულ. მაგის გადაღება სიობა. მაშინ მთლიანად უნდა გადაღებო ყველა კაპი. არა, მაგის გადაღება სიობა. ეს ახლა ცოტა შეიძლება. გამაშავებელი რაღაცა რო წაუსვა ისეთი. რაღაცა უშია. ნახრიალებია ტროსზე, ჩამოკიდული რო იყო. ხო, ტროსით არის ნახრიალები. ეგ არ მეფიქრია, მაცადე მართლა საწმო. სიმოშუა ხოლმე. მაგი ვერ მოერევა, მეგონი ცოტა ისუნ. გარელკა? ხო, რაღაც ისეთი. ხო, კაი, გარელკაზე ვწვდი ძილკანში. არა, მეგონი გასასუფთავებელია ეს ხალხი. ხო, მინიმუმ უნდა გასუფთავდეს. გაცხელებით ახლა შეიძლება შიგნით ჩაჯდეს უარესად. კი. ჯობია რომ რაღაც. კაი, მინიმუმ გავასუფთავოთ და მე ჩავსვათ. წავა მივაყენოთ ეს და წავიყვანოთ ჩვენი ტრანსპორტი. აი, ამას დასამაგრებლად რა ჭირდება? მეგონი, აი ეს შპიკები დაგჭირდება, მაგრამ შეიძლება აიტანოს ახლა 1-2 ცალი თუ აკლია რა. 1 ცალი აკლია. მასალე გამოიტანო. 1 არა, 2 აკლია. ბამპერის დაუმაგრებია. არა, მანქანას გავს. კი, მანქანას გავს. აქ როგორ არის საქმე და. ვაფშე არ ეთქობა არაფერი. Საკაიფოა. ეგარი. კაი, ახლა ეს უნდა მოხსნათ. ათხოვის კუჩი, იმედია ტყუილად არ მოგატანინე. ტყუილად მოგატანინე. 4-იანია. ჰა? 4-იანი უნდა. ბიჭო, ვერ ხედავ, ხოში სიგრანიკია, ზეზდაჭკა არ არის. მოდი შენ შეხედე. ბიჭო, ის არის, მეგონი. ზეზდაჭკა? ხო. ვაფშე გასაგები ვიცი თუ არა დავატყობ საჭეიქით. მეტა. ესე იგი ეს გინდა ჩვენ მოიცადე დავატრიალებ ბარემ და ეს რაღაცა ჯიპის გასაღებია კი გავს კი просто ჩეროკის გასაღებთ ეს არ იღები იაი ხო მაგრამ ცუდ გზაზე მაინც გადახვალ რაღაცას იზა გაბედე და გაბიდე ნახე როგორ აწერი აი ჯანტლოკი ჩეკიცანთო ხო იცი? დღეს რო ჩავალდია დავადიაგნოზოთ რა უნდა. დინაზე არა, ხო. ხო, და საბურავი აქვს რომელიღაცა დაშვებული ეს მე მგონი. ამუცი შეიძლება ესეც კაი ძელია. წავა ესეც. კი, თვალები გავს ამისიც. კი, წესით უნდა იმუშაოს. ცოტა ის არის განიერია. არ ჩაკეტავს ეს რა, არ გაიჭედება. ეს არის განიერი თუ ეს ნახე, ეს სამაგრი წერტილი რაც აქვს რა, იმას აქვს, აი ოდრომ მაღლა რა, ნახე. კი, გავიგე, ხო. აი ოდრომ მაღლა აქვს რა. რავი, ცადოთ, მე მგონი ჩაკეტავს, რა ვიცი, მე არ მგონია. მაღლა კი აქვს. გაჭედვით გაიჭედება რა. მოცადე. ეს ხმა. დაუშვათ. ეს პატრილნიკი საით უნდა მოხდეს. მაიცა პატრილნიკი, არა, ეგრე უნდა. ეს ხო? პატრილნიკზე გარედან უნდა გადაყვეს. აჰა. Satisfying. ეს ცოტა მამაკაცური ხმაიც. ის მომეციატორკასავით რაღაცა რო გქონდა. აი ხლა ნამდვილად ეგ არის. იმედია გზაში ერთად აღარ გაძვრება. მოიცა აქ რა უნდა გქონდეს პარკინგი აქვს რამე მანდ? ხო, პარკინგი უნდა გქონდეს. შიგნით ეგდება სადმე. ამას პადიუმი გზე რო ავწევთ. ხო, იქიდან შემომძვრეთ და შევსვათ. დავშორეთ. აა. და აქ ისე შეიძლება აქ ეს პერეხოდის ამბავში რომ ვაფშე არაფერი არ ეტყობა. ძალიან მიხარია. ეგ არის, კონფეტ მომალო. ცოტა მიმოისვარა შიგნით, მაგრამ არა, ეს მაინც კიბწვენდაზეა დასასრული. აი, წავედით. კაროჩე, მივდივართ შილკანში. Всё, ეგ არის, დევეშვით.
რო გიყურებდი, კარგად ერეკება. ბიჭო, კი. მიხედავთ იმით, რომ სავარაუდოდ ბუსტი გაზდის. ხო, ბოლავდი. სტრაინი ხმები აქვს. ტიკ ეგეთი ხმა აქვს, რო ჩააჭრე, აი როგორც იცი, შლანგი რომ მოძრა იმაგას ვაკეთებს დაახლოებით ეგეთი ხმა. სამი პრობლემა გვაქვს, რაც მე ვიცი ახლა ამ მანქანაზე. ესეც რა, შესალამაზებელი. ფეჩი არ უბერავს წესიურად. ან ძალიან დიდი დრო უნდა ოდნავ თბილი წამოიღოს თუ მოუმატებ იმენად სიუს უბერავს წყლის ტემპერატურა ნორმაზე დგას ანუ ან კრანია ან რადიატორია სალონის ან გოჭი ან ჭიან რაღაც ეგეთია საღამი მარბი ჩეკი გვინთია და ნუ არ ვიცი მაგას გადავამწვევთ რატოა აი ეგ ბუსტის პრობლემა გვაქვს რა თახ სიზაღის როცა ჩააფარებ და აჩქარებაზე ძაგძაგი აქვს რა ან შიდა ყუმბარის ეფექტია ან პატკარობაჭ პადმატორნი რაღაცა ეგეთია კარობკა და მუფტა არ მგონია იმიტომ რომ პადდესნოიც არ მგონია წინიდან არის უფრო რა ან ცხვირშია რა ცხრიანი კარობკა ქონია 9 სიჩქარე აქვს წინ ხო 10 ღორები ხო არ არიან გადავრთე რა ყველაფერი ჯიგრულად მუშაობს ანუ მუფტა რო იყოს ესე არ მოიქცეოდა რა ხო ანუ სიჩქარე ისე ცვლის რომ ბუტის ბრალი რო იყოს როგორც ვინმე ადამიანურად მაინც დააბუქსავებდა რა კაი მოკლედ ეხლა წავედით ყავა დავლიოთ ვიდეო გადავიღოთ პაპოს გემრიელობები ვაჭამოთ და მე მივხვდეთ ამ მანქანას ყავა არა გვაქვს მე კი ავხდი და შენ ასე ძებ მანდ გვაინტერესებს ვერტუალზე ძრავით ხო არა ხო რა თქმა უნდა აუდე ყველა უჩიგორდი კაი აუდევში არ დოს ვოლცვაგენებში ხოდეს ზატო გარდიგარდო ატრიში ხოდეს ზატო გარდიგარდო შემივულვაშავთ ვითი და სუერთი კაბელი ჩასადა ვეღარ არა შეჩება მე რა ჩოხსენი ის ვიცი ზუსტად სად არის და ეს სავარაუდოდ აქ იქნება ეს მაგრამ ფეხები არ იქნება ეს როგორ მაინტერესებს რა უნდა წავედით არა მეც აი ეს იყო დაგდებული კაროკას ეს ძახის რომ ეს არის გასა ნეიტრალებელს გავს კაროკას დაიდო ეს დასატრიალებელს გავს აშკარად ეს არ დავაყენო არ მინდა არა ჯერ რა არც აკუმულატორის უფრო ისე გავიგებთ რა ხმას თუ რამეა აი ეს ჩაურეცო თქვა ნახე აი აქ არ უნდა არ არის აუცილებელი ქირწვენდაზეა სასაყვანი მაინც რომ მორჩევით ამ მანქანაზე გაწმინდავენ და გარეცხავენ სივა კარტმერი შენ ცივი პეჩი ეგეც გასაკეთებელი გვაქვს ბლიად აი დიდი ადგილია კუკა როდეს მომდობით რაიპო თავი მიადე ну ალბათ შუაში არ უნდა იჯდე რა გვერდზე რომ დაждე შეიძლება მთლად ეგრე არ მიადო თავი აგიხრავა ხო ну კაი შენ ზომაზე არ არის ცოტა დლინი ხარ მაგისტრის აი ეს შუაში ზოლი არის ყველაზე გადავა არ ვიცი ჩემ არ ვიცი კონფიგურირდება თუ არა მაგრამ მაგარი მასხარა ზოლი კი არის და აი ეს არის ყველაზე რაც შეიძლება რომ მანქანაში მოეგონათ ეგ 5 ვოლტი 12 ვოლტი 5 ვოლტი დამტენები გვაქვს 3 ო აქაც იცი რამდენია აქაც ხო არის და აქაც არის კაცი რაც არ გვიჭირს დამტენია 12 ვოლტი 5 ვოლტი და შენ ძახი რომ ბრაგუნა არ არის ეს მანქანა რავი არ არის ამ კლასის მანქანისთვის ვაფშე არ არის X3 ხარ აქ დამყოფი კი X3 ფურბილია თუ ეს მაგ კი ერთ სამარგოში ისმა და რაღაც დებლობა ხმები რომ დავდიოდი ეხა ეგეც აღარ ისმის რა ჯუმია ეხა რა აღარ ქნას ის რაღაც ჩემი აზრით X უფრო ჩუმადოდეს 3 არა X5 უფრო ჩუმადოდეს 5 კი ეგრე სპორტის უფრო ჩუმადოდეს რომელი ჩვენ ყავდა ხო არა როგორ არა ბიჭო არა ვილი არა ჩუმია ახლა ჩორობი ხო მიგორავ რა აი ეს რა არის ეგ იცი რა კარდანზე защитники რო აქვს აიგეთება როგორ კარდანზე защитники რო ქონდა ზევიდან აიგეთება კარდანზე защитники ედება კი მაგის ხმას უფრო გავს ვიდრე რამე ნაწილის გაფუჭებულობას აი ეს ვიბრაცია აი ვიბრაცია შეიძლება დისკის საბურავი იყოს არც მე ამჯერე რომ დისკის საბურავი მარტო აჩქარებაზე რატო აქვს სიარულზე არა ოღონდ აი ხა ბევრი გაზი მომივიდა თან ცოტა აღმართზე უფრო ისე შვება რა დატვირთვაზე უფრო შვება აი ეს ვიბრაცია რა ფოქსდროთ ახლა ვიბრაციას და ჩორობ და ცაპკის ხვაც აქვს ცაპკის ხვა კაი გავიგეთ მაგრამ ჩორობ რომ დადიხარ
ვაფშე არა რა. არც როგორც ასეთი ჩაჭერაზე არა აქ განულა. ხელგაზი. თხელგაზზე დატვირთვაზე თან რა. ბიჭო, თან სადღაცას ყუმბარის კაცუნის გესმის. კაცუნი არ გამიგია. აი ხა გავიგებ ყუმბარის აი კაცუნს. ხმა რაღაცა მეც გავიგე, მაგრამ ყუმბარის კაცუნი არის ყური. მოდი ყუმბარის კაცუნის მე მაინც უმასწავლია. ყუმბარასაც არ გავს თან. ხო, არა, ყუმბარასაც არ გავს. მეც ვანდვარ, მაგიტომ კატავთ რომ ვერ გავიგე რა ჩადაბა. აი ეს ჩაჭერაზე ხმა, კაი, სადაც დაუშვათ კარდანი ნახოთ, მაგრამ ყური ეხა აღარ. ეხა აღარ აქვს. აი ვიბრაციას გძრავ? კი. სულ ვიბრაციით მიდის. ბიჭო, აი ამორტიზატორში მგონია რა ჩეპე რა. ამორტიზატორში? ხო. ძრავის? ხო. ტორმუზებიც არა გვაქვს. ტორმუზებიც, ხო, ისეთი რა. ეხა მოჭიმია ბა ადგილზე. ის ჰაერში პაკრეშკები დადიოდა რაღაც ხმები გვესმოდა. ეხა მოჭიმია ბა. პროსტა მოჭიმო? ხო. და რას მოხსენს? იქნება რომ ეხა გავიკორ კიდე. მაგრამ რას მოხსენს ახლა არაფერსაც არ მოხსენს. ბიჭო, ანუ დისკის უბრალოდ არ მჯერა, რა აჩქარებაზე აკეთებდეს ამას. და ყველაზე მეტად აქვს პერიბოი არც არ ქონდა. პერიბოი კი არა, ის აპარატის თამაში რო ქონდა. 1000 ერთხელ შვებოდა ხალას თოიძეს, ხოძე არასდროს არ უქნია. თან ჩაოლებრი რო იარო, აი ხა ნელა რო ავაკრეფინო რა, რაღაც სიჩქარე. მაინც აქ რაღაც უბრალოდ. აი ხა უყურე ავაკრეფინებ და წავედით რა. აუ ძალიან თხილგაზი არაფერი არ ჭირს. აი ესე მივდივარ, ხა ესე მთელი დღე რო ვიარო, ვერაფერს ვერ გაიგებ. აი ეს რა არის? მე მგონია რომ აი ეგ და ვიბრაცია ერთი და იგივე რაღაცისგან არის გამოწვეული რა. წინიდან მოდის იქ. აი ბიჭო, როგორი შთაბეჭდება მრჩება, იცი რომ თითქოს ძრავი გადაიჭიმა, დაედო, გადმოიჭიმა, დაედო, გაუშვა, დაედო, გაუშვა, დაედო, გაუშვა. აი რაღაც ეგრე შთაბეჭდებას მიტოვებს რა. აი გარდნის თეორიაში ვეთახვები, არის შანსი. ის არ გახსნა ნახე ის ნაკლეიკა რო აქ და რო დადის და იმას რო ედება, გუსავს რო ედება. არა, ეგ არ მაქვს ნახე, მაგრამ თეორიაში გეთახვები რა. ისევ იქ მივდივარ პადმატონ პატკარობაჩინისთან მივდივარ. ხო, რაღაცა ძალიან დადის. მაგრამ ეს ერთი შეხედვით რომ უყურებდით, არაფერი ისე არ დადის. პადმატორები მთელია ვიზუალურად. ხო, წინიდან მოდის მაკედან. კი. კი. ბიაქიდან უფრო მესმოდა ეხა. არა. ანუ ორივე მხრიდან არის. ანუ წინიდან არის. ახლოზე ვარ იქიდან უფრო მოდის. აქედან? ხო. აქ ქვაფენიზე შემოვედი, აგ ვერაფერს ვერ გავიგებთ. გარედან ხო არ მოусმინე რო დასტარტავთ. რას გაიგებ რა? აი იქ თუ დადგებია ვომინი. მოგაშო. ეხა დაინახოთ თენგიზე როგორ დგას გარე და ხმებს უსმენს. არაფერი, არაფერი. ნიუში რაზე. გადავუართ ყველა დავისვენ. იქი. იხარ ქონდა ხმობდი და გულს. არა. ვაფშე არაფერი ხო არის. იცი იყავი? არა, ისე აღარა. გაიჩვა. შეიძლება აღმართზეა რა, ხან ცხვირო ძალიან აწეულია. მოდი დაჯე მეგონი მოცვა რა. არ ხორდია. არა. შეიძლება იცი რა არის აღმართზე რატო არ შვება? უკვე აწეულია. სულ დაჭიმულშია რა, ანუ აი მის საშუალება არა აქვს შეიძლება განთავისუფლების და მაგითო შვება. მაგითო არ შვება აღმართზე. მაიცა ეხა რამდენჯერმე კიდევ ვცადოთ აღმართზე, მე სწორზე გავიდე და თუ ეგ არის ყველა ვარიანტში დამპინგშია მაშინ პრობლემა რა. არ არის რა, ანუ ის არ არის რასაც ჩვენ დავდებთ. ჰე, დაღმართზე ბევრად მეტად აქვს რა. კაკრას ალბათ მაგიტო რომ ტვირთი აღარ ადგება. ეხლა თუ მოუტრიალდები და უკან ვწდი და აღარ ექნება. ანუ ყველა ვარიანტში ძრავის სიარულის გამოშვება მაგას. აი ძრავი შეიძლება დადიოდეს ამორტიზატორის გამო.
ეგ ნახეთ უკვე. მოხსენდი გუშინ რა ხო რავი ბიჭო ის არის რა ანუ ეგ ხო რეალურად დამპერია რა არც ერთ ხარის გაჭიმული არ უნდა იყოს უბრალოდ აქეთ-იქით უნდა დადიოდეს ავანდო პლავნად რა და რავი ხელით დადის არა ეხლა გვაქ ოღონ ნელ-ნელა ავაკრეფინეთ ანუ დაჭიმულით არ წასულ ვარ არა ბიჭო ნახე აბაროც არ მიყვება აბაროც არ მიყვება სიჩქარეს მიყვება ჩისტად ან ყუმბარა ედება რაღაცას ყუმბარა ვერ მოედება ეგრე ბიჭო თან აი აქ ისმის რა ხო აი სადღაც აქ არის რა და ის მაგარი ახლოს იყო კი ვიფიქრე ცოტას დავაშორებ მეთქი მაგრამ რა შუაში რა შუაში ის კარდანის ზაშინიკიზე ვიდა რაც იყო მაგარი ახლოს იყო. ო, ძალიან ახლოს იყო კარდანთან, მაგაშიც გეთანხმები. თეორიაში მოძრაობს იყოლიებს? არის შანსი თეორიაში კი. ხო, ეხა იქ იმ კარდანზე ზევიდან ვერ იქნება დამაგრებული. მექანიკური დაზიანების არც ხმა. ხო, არაფერი ისეთი. არც სიარულის ხრივ არა. არა, ჩქარდება, დადის, სიჩქარის ცulis ყველაფერს აკეთებს რა. просто ეს ვიბრაცია twin რა ცეცხლიდან ავთი უნდა ეხა იმის დედავატირება. როდემდე ვიკატავ ეგზე ვიტყვით. არა, ყველა კატაო შეზღუდავს ვიცავთ. ვერაფერს ვერ ხო? ხო. რა გავაკეთო? ფაქტია რომ სიჩქარესთან არის დაკავშირებული და ფაქტია რომ ბრუნავი რაღაცა. არის რომ ბრუნავი. აი ეს ხმა კაი. გავიგეთ, ხმა შეიძლება იყოს მართლა ბრუნავი რაღაცას ედებოდეს. ვიბრაცია არა? ვიბრაცია რა არის? ვიბრაცია არ არის. ვიბრაცია თან მაგარი სტრანი აქვს რა. ანუ აი ამას აკეთებს, ცხვირსაც რო უყურებ, ტორპედოსაც რო, აი ამას აკეთებს რა. ანუ აი ესე დადის. კაი, ერთი გამოსავალი რა. ეს შეგვიძლია დღეს წავიყვანოთ მაშინ. აქ ეხა ტვინის საზრი არა აქვს, რომელი ხადავი კი მე ვნახეთ. სულ მაგაზე ის რო ხადავი კი მე არა ვარ. ხო და იმას ხანათ რა ქვია, რამენაირად დისკები მოვახსნევინოთ. ანუ სეკრეტივიაში ვიშოვოთ, ან რამენაირად მოვახსნევინოთ სადმე რა. ხვალე დილიდან. ის ვქნათ რა ქვია, საბურავები და დისკები გავასწოროთ. ანუ წყობში მოვიყვანოთ, რომ მას პრობლემა არ კონდეს. გაიგები კი ყარია უკან რა, გაიგებს დავუყენოთ და 5-5 გაიგა თავისი ექნება ყველა. აუ ნახოთ ესე. მე მივადგეთ მართლა ბალოს და ჟვიადას რა. იქნება რამე აზრიანი მითხრა, ხო. ჩავისავ გავაკატავებ რაღაცა იქნება მიხვდნენ რა. თუ არ და ის მაინც მირჩიო ვისთან მივიყვანო, რომ სავალ ნაწილში აი ამას მივხვდეს რა ჯანდაბა უნდა. იმიტომ რომ ეხლა რასაც უყურებ, ანუ არაფერი არ აქვს რა. კვანტო. ანუ მაგას პრობლემა არ აქვს, მაგრამ აქვს. ხო. სწორია ეს კაცი. მაგრამ არ არის სწორი. საოცარი მსგავსებაა ძმა. აი, ახლა ამის სეკრეტი სად უჩვევთ, ეგ არის ძალიან საინტერესო. მანი არა უბრალოდ ახლა უნდა მივიდეთ, მივატოვოთ და მოვხსნით. აუ. ან ჯერ მოდი მოუძებნოთ ესე. ხო, ეგ ბანკანაში? ხო, კასტომერში. იდე მოუძებნოთ, ჰა. მამეთ მიდუღებითაც არაფერს არ გავაფუჭებ, აი იქით გალოკები რაღაც ვიყარია საერთოდ დავადუღებ და დავუშვებ რა. თითქმის არ მახსოვს რომ ამერიკიდან მანქანა ჩავამეყვანა და დისკი გასასწორებელი არ ყოფილიყო, ან რაღაც მსგავსი არ ჭირებულიყო, ამასაც ეგრე აქვს. ორი დისკი გასასწორებელი იყო, ორი ძალიან დისბალანსში. ეხლა მაგას გავაკეთებ და ცოტა ხანში გავივლით ნახოთ რა გამოგვივიდა. არა, ვიბრაცია არ მგონი აჩქარებაზე მაგის ბრალი იყო, სხვათა შორის აი ეს აჩქარებისას ხმა რო ქონდა, ეგ უკვე მოგვარდა. მაგ ხმის პრობლემა ეგრე მოგვარდა, რომ პაპოს თეორია გამოდგა მართალი და კარდანს ედებოდა დამცავი, ეს დამცავი ცოტა გავწიეთ. თან პირველივე ხო იქ. იასრა. პაპო. ხოხდება. Papo, ale diagnosi, ai papo ziesto. Ver vegui, amis uluashim da mოვკალი. Ai papo muchacho.
ხო და მოკლედ ეხა გავივლით და არ მგონია ეს აჩქარების ვიბრაცია დისკის გასწორება მოხსნას, თუმცა ორი დისკი ისეთ დაღუნული იყო, რომ საერთოდ არ გამიკვირდებოდა. კი. და ამის ვიბრაციას როგორც კი უშუალოდ ეგრევე მიდის კინწვენდაზე და კინწვენდიდან მიდის მერე ლაიონში, იმიტომ რომ დროზე მინდა შემდეგი მანქანის ყიდვა და ეს დროზე უნდა გაიყიდოს. უფრო სწორები რომ იყო დროზე მინდა სუპერკარის ყიდვა. ამიტომ რაც შეიძლება მალე ეს მანქანა უნდა აღმოჩნდეს ზეროვანში ლაიონ აუქშენის ავტოსადგომზე დაბრუნდება გამზადებულ მდგომარეობაში და დაელოდება თავის მომავალ ბედნიერ პატრონს. სხვათა შორის მომეწონა ის კაი ტიპია, დაჯეგადი მანქანაა რა. გამოდი დაჯექი ოჯახი ჩასვი, სადმე ტყეღრეში წადი. ფეჩი ცოტა ცივს უბერავს, მაგრამ არა. უბერავს, აი ახლა დაგსვავდა თუ არ უბერავს განახე. სამეტია. ხო, არ დაგინახეთ ელასტიური, ყველაზე მუტალიზატო მომიდანა აქვს. ელასტიური ვაფშე არა აქვს. რას? ამას. პადოს ისე ყუმბარები აქვს რა თავშიც და ბოლოშიც. კარდანი აქვს, პადოსნოი აქვს, ელასტიური არ აქვს. აი პადოსნოი რა რაც. პადოსნოიში ანუ ეხლა თვალით რასაც უყურებ, გახეული არ არის, ხელით არ დადის რა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ოდნავ შეიძლება მეტად დაშვებულიო ვიდრე უნდა იყოს პადოსნოის რაც შეეხება. მაგრამ ამას რა ვიბრაციაც აქვს ეხა ესა გაჩერებულზეც აი ძალიან ოდნავ იგრძნობა რა რულში რომ გადმოაქ რა და აი გადმოტანილი მე უკვე ძალიან იგრძნობა როცა ჩქარდები შვიდათ რომ მიდიხარ საერთოდ არ იგრძნობა არაფერი და პადესნოი რო იყოს კარდანი სუტრიალში ანუ შვიდათია რულზეც იქნებოდა ყველა ვარიანტში კარდანიდან რა ოდნავ გაზზეც იქნებოდა ყველა ვარიანტში ესე იგი ამოვედით ეხა ჯაჯას სამუშაო სივრცეში ალბათ აბარა გია ვისაც მოგენატრათ ფიატებში მუშაობს გლდანში ციხეებთან სხვათა შორის რენეგეიდებს ფიატ 500-ებს ჯიპებს გრანდებს ჩეროკეებს და ასე შემდეგ მსგავს მანქანებს აკეთებენ შეგიძლიათ თუ რაიმე დაგჭირდებათ ამოხვიდეთ გლდანში ზევითარი ციხეებთან და მოკლედ ანუ ჯიპის და ფიატის გაკეთება თუ დაგჭირდებათ გლდანში ციხეებთან ძალიან კარგი მცოდნე ხალხი არიან და ეხლა ჯაჯას კი იცნობთ ისედაც რაც ჩვენ სერვისი დავკეთეთ მას მე აქეთ შრომობს აქ მოვაწევობს აწყობს ძრავებს და არის ეს თავისთვის 91 წელი ბუდიში აი ეს აფუჭებენ ყველაფერს რა აქ არა მოიყო აქ მანქანა არ მოიყო ან თაფუჭებენ და ეგრევე ზმოა რა იქ შპილკაჩა ეგ რაღაც მოწყვიტე ნაირი მუშაო რა სერვისია ზმოა კაი შო მორჩილას ღანდარაობას მოკლედ პადმატონი ეხა მაგ ვიბრაციის პრობლემას ვეძებ ანუ დისკები რაც გავასწორეთ საგრძნობად შეიცვალა მანქანა თითქმის არაფერი აღარ აქვს ეხლა ეს სუადნა ვიბრაცია აქვს რომელიც არ მომწონს და პატკარობაჩს ვათვალიერებთ მაგის ბრალია თუ არა რა ესე იგი ეს რა ხდება ჩიტას საქმეად მოვედით და ნახევარი მანქანა დაშალა გიამ პრობლემის ზევნაში აქეთა პატკარობაჩი მოვხსენით მე ვთვლი რომ კარგია გია თვლის რომ არ ვარგა და უკან დავაყენეთ ეხლა პადმატონის ხსნით კაროჩი ნახევარი მანქანა დავშალეთ მარტივ ამრავლებად ამ დროს просто ვიბრაციის გაგება გვინდოდა აი მაგას რასაც აკეთებს ხო აი ხა დიში რო ჩავაგდეთ და იმასაც ხო ეგ არის პადმატონი კი პატკარობაჩი ორიდან ერთია რა ყველა ვარიანტში ლოგიკურია კი ბატონო აი ესეთ ძრავებზე ყველა ეგრეა კი გეთანხმები რა ვიცი აი შევცვლით ხოლმე ერთსაც მოიკრებს მე შევცვლი ვაფშე ჩემდება ხოლმე ხო შესაძლებელი აი ყოფილა რომ გახეული არ არის იდეალური ჩანს გაიგე მაგრამ ეგრე აკეთებს რა მაშინ მაგას მეორად ვერ იყიდი რა უნდა იყიდო ახალი ყველა ვარიანტი ან კარგი და ეხლა ეს აი რა იცი კარგია თუ ცუდია ბიჭო ეს ხო ნახეთ როგორია ხო გაიგე მე იმას ვთქვი მივიდეთ იმასთან გაიგე ყველაფერი შევადაროთ ნახოთ გაიგე ხო ვიცით მიახოლებით ხო მგონია რომ ეს საკმარის ინფორმაციას არ მოგცემს ესე იგი ჩვენი Discovery Sport-ი ამოვიყანე ახლა ბაზა დიტეილინგში. იდეაში ტექნიკურად თითქმის დასრულებულია, აი რაღაც ძალიან მცირედი რაღაცეები გადარჩა. ახლა შევხედოთ როგორ გამოიყო, რომ მოკლედ დიტეილინგში დავეფე დღეს რომ სრულიად გასუფთავდეს თავიდან ბოლომდე და გასუფთავების შემდგომ მე უკვე ერთი რას დავჭა ტექნიკური არის აი ეს ფეჩი არ მომწონს, ან უბერავს თვითონ ოღონდ გვიან ცოტა, ეგ უნდა გავაკვიო რა უნდა და მე უკვე უნდა ავდგე და გავაკეთო აი ეს ვიბრაცია პადესნოი მგონია ძალიან და მაგას ნახოთ. ესე გამოიყურება ჩვენი Discovery მდგომარეობაში. აი საქარეშოშიც შიგნიდან ალბათ ვერ მიხვდებით რაჭის, მაგრამ როცა საჭესთან ზიხარ და დადიხარ, ძალიან მარტივი მისახვედრია რა მდგომარეობაში.
გაკითხე ახლა ჩვენ გაქიმწმენდებულ Discover-ს და ნახოთ რა გამოვიდა. აქ არის ბაზა ბუთელინგში. ეს არის კუკიაზე, ტელეფონის ნომერის წერია, სადაც შეიძლება თუ დაგჭირდება ბუთელინგი დარეკოთ. და ძალიან საინტერესოა რა ხდება ჩვენს ავტომობილში. სისუფთავის არომატი იგრძნობა აშკარად. კროპკა გვაქვს აშკარად შესაძლებელი, რომელიც აქ ვერ ვიშოვე. ერთი საინტერესო რაღაც უნდა ვნახო ახლა, რომელზეც არ გამიფრთხილებია და რომელიც ვიცი რომ ჯუჭყიანი იყო და რა ქნეს მაინტერესებს. თვითონ თუ იპოვეს და გააკეთეს. აი ეგ იყო ჟანგიანივით, აი აქვევით და აშკარად ახალივით გამოიყურება. ვაუ. ხოჩამ ბიჭებს. ვაუ, რა ძალიან საკაიფოა. სისუფთავის განცდა მაინც სულ სხვა და საჭეზე ქონდა კიდე რაღაცა სიობა და ნეტა იმას თუ ეშვება. საჭეზეს არაფერი აღარა აქ აი ამ ადგილას ქონდა რაღაცა უბედურება და არ ვიცი რა იყო. ხო, ეხლა უკვე შეიძლება ამ ავტომობილს შეშტომა. სადაც სამრეცხაოდან წყალი გამოუშვა ვიღაცა. ვერ გარეცხა წესიო თავისი მანქანა და ეხლა ჩვენ უნდა გავატაროთ მაგ წყალში. აი ამ ადგილას იმას არ ეშველა ესე ეგ ეს კანტილაც ვიყიდე, ეს უკვე ალბათ წილკანში გავაცხელებთ ან რაღაც ეგეც ვზავთ. რა კაიათო. აბა ეს თუ მოწმენდეს ერთი. ესეც ამოწმენდილი და აი აქ ხდებოდა კატასტროფა შიგნით. ოპა. ესეც სუფთა. აქაც ყველაფერი სუფთა. დაჟე ესეც უპოვნიათ ესიდო აი აქ. შესაბამისად ზემოთიდო და ეგეც გაუსუფთავებიათ. ძალიან მომწონს. ტვისე ნასახი აღარ არის ავტომობილში. მოკლედ წამოვიყვანე ჩვენი გაქიმწმენდებული Discover-ი და მინდა გითხრათ რომ სუფთა ავტომობილის სიარული საერთოდ სხვა განცდა. და სხვათა შორის არ მეგონა რომ სალონი ესეთ კარგ მდგომარეობაში ექნებოდა ძალიან კარგად გამოიყურება. იმდენად ჭუჭყიანი იყო რომ არ ეთყობოდა რა რომ ესეთი სუეჟი და ჯანმრთელი იყო და ძალიან ჯანმრთელად გამოიყურება ეს ყველაფერი. დამენაცავით ეხლა უკვე ტექნიკურად გაკეთების დრო დადგა. ხვალ სავარაუდოდ ჩავიყვან ამ წილკანში. პირველ რიგში გავუკეთებთ მას რა ქვია patch-ს და ასევე ამ ვიბრაციას, რომელიც ძალიან მგონია რომ პადესნოიშია და კი ვფიქრობდი ერთ პერიოდი რომ პადესნოის ვერ ვიშოვითქო და მაგის გარეშე შევაგდოთქო გასაყიდად, მაგრამ ჯობია მაინც რამენერად ეგ პადესნოი მოვაგო რომ იქნება ვიშოვო ადგილობრივად რა. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ჯერ დავტესტავ რომ მაგის ბრალია და მე უკვე იმის მიხედვით გადავწყვეტ რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ. ესე იგი, ჩვენი ვერით ჩამოვაღწია ახლა წილკანში. მოკლედ, patch-ზე რაც დავამოღამე სავარაუდოდ ეს არის რა ქვია, არ ვიცი რა ჭირს რა, ანუ ცოტა ხანში თვება და ჩვეულებრივ უბერავს თბილს. და ანუ მაქსიმუმ ალბათ patch-ს რადიატორი იყოს გაჭედილი და მაგასაც დიდად თან გადაყოლას არ ვაპირებ. რაც შეეხება აი ვიბრაცია მაინტერესებს ყველაზე მეტად და ეხლა შევაგდებ, ნახავ ვიბრაციას რა იწვევს. უბრალოდ კარდანს მოხსნით ახლა ამ გავილით მოხსნილი კარდნით და მე გამოჩნდება რეალურად პრობლემა საიდან მოდიოდა. მოკლედ, ეხლა პაპა ესე ახდის გავქირებს ჩვენს დარაბებს. შევიყვანთ და დავიწყოთ კარდნის მოხსნა. ეხლა დავიწყეთ კი არა და დავიგეთ კი არა და დავიწყეთ იმის რა ქვია კარდნის მოხსნა რა. ხო და რავი, აი ეს ქარხანაში ვინც მოიფიქრეთ. მე კი ძალიან არ მინდა რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ, ცუდი სიტყვები თქვა, მაგრამ რავი, თქვენს დედა ანუ ეს რა არის ბიჭო? ვის გაუგია კარდნის პადესნოის უნაგირი გამაგრება, ანუ რამე ახალია? ანუ ეს რა არის? რომელმა მოიფიქრეთ? რო უნაგირზე გამაგრდეს ზევიდან ბოლტებით? ანუ რას ფიქრობდით? მართლა რას ფიქრობდნენ ბიჭო? ანუ იდეა რა იყო? რომ აი ეს ამ ორი ბოლტით პადესნოი უნდა დაემაგრებინა თუ უნაგირზე ქვევით? ზევით ვერ იპოვეს საბოლტე, ვერაფერი ვერ გაუკეთეს? და ეს უნაგირი რომ მოიხსნება დაყენდება, ყოველ ჯერზე სხვადასხვა პოზიციაში უნდა დადგეს პადესნოი? თუ არა, როგორ უნდა დააყენო პადესნოი? უნაგირი უნდა მიაყენო, დაქოქო, დაატრიალო და ისე გადაუჭირო უნაგირი 4 ბოლტი? და მინდა გააცეტრიაბა ამის დედა. მომგონს რომ მივაფსი კეფაზე.
ამის შუმა შეჭიდე და შევიდა. აი ესე გადაწყვიტა და თვითონ დააპარკინგა. ანუ კამანკაც. გიყურა ზო არ შეაქინე. ნეიტრალში ვყავდა დატოვებული, თვითონ დააპარკინგა. პადესნე არ არის მა. ნახე. როგორ არის დამჯდარი, რა დონეზეა დამჯდარი ატყობ? ცენ შეხედე, ეხა თუ კიდე ამოვატრიალებ და რა ხდა სხვაობა აქვს შეხედევა ამას. არა, ძმაო, ის გაუგია წაცეროვებული პადესნე. ნახე, აქ რა ხელა ადგილი აქვს და ეხა უყურე. არალი. პადესნე დამჯდარია გაუბედურებული. ხო, აბარაზე იქნება. ბუნების ზალა მაგას მანდ არ დაიჭერდა. რა? კარდანს ვშლით? რატო შლით კარდანს? არა, კარდანს არ შლით, просто ვიკითხე. აი, მე ამის შესაძლებლად? ხო, მე პროსტა დავუმეტყოთ რა. გახეული არ არის, დამჯდარია, პაპა. ნახე, აი ზაზორს შეხედე მარტივად რომ მივხვდი, ამიდან აქამდე. ეხა აქ შეხედე, აბა რა ხია სხვაობა აქ. ეს თითი შედის იქ. შევათ იქ. ანუ დამჯდარია, იმენა დედა აქ. მაგრამ მაინც გავიაროთ, გადავამოწოთ, რომ დავწუნდეთ, რომ ნამდვილად ეგ. რა ვნახოთ? გასანეიტრალებელი რომ მენახათ ხმა, რუჩინგზე დადგა. რუჩინგზე დადგა თორე გასანეიტრალების ვინჩებს. მე მგონია რომ რუჩინგის ჩაწევას უშველის, იმიტომ რომ კაროკა ნეიტრალში დავტოვე და იმედია თვითონ ვერ ჩააპარკინგებდა. ჩააპარკინგა გასა ჯერ კაროკის ხო იყო? იყო კაროკის ხვაც? გადაეტესტით, ეხა იმედი მაქვს უკარგნოთ რომ იქნება, ავარიულში არ ჩავარდება რაღაც. რა? რა ბონჩი. ხო, ანუ მოცულობა უნდა გავუჩვიდო. დაბუქსავებაზე უეჭველი ჩავარდება, მაგრამ შეიძლება ჩვეულებრივ სიარულზე ვერც მიხვდეს. დაქს. კარდან მოხსნილ. დაждდა, გავიდა. ეხა ჩამოვიღებ და წავედი დავტესტოთ. ესე იგი, მოხსნილი კარდნით გაკატავების პირველი მცდელობაა. ჯერჯერობით მიდის. ეგ უკვე კარგია. ეხა ისე იმ აღმართს მივადგები, წინაზე სადაც დავდიოდით. არა, მაინც აქვს. ისეთი აღარა აქვს, მაგრამ მაინც აქვს. იმე დაგ ეგეთი. ეს უკვე შიდა ყუმბარის ეფექტი აქვს. ყოველ შემთხვევაში ძალიან გავს. წამოი ამორტიზატორის მოსრა და ვცადოთ მაინც რა. არა, რაღაცამ შეროტვინი არ გაგვიურღოს, ისე არ შეიძლება, ხო? მოკლედ ეხა კარდან მოხსნილიც ვიარეთ. კარდანთან ერთად მე კიდე ეს ძრავის ამორტიზატორი მოხსენი და ისეც ვიარეთ. და ორივეზე ერთი იგივე ეფექტი გვაქვს. კარდან მოხსნილზე უფრო მეტი ვიბრაცია წამოიღო, ვიდრე კარდანი როცა ეღენა მანქანას. და ეხლა რაც დავაკვირდით ასე თუ ისე მარცხნივ რომ მიდიხარ უფრო მეტი ვიბრაცია აქვს ვიდრე მარჯვნივ თითქოს. მოკლედ არის სუპერულად რო თქვი შიდა ყუმბარა, ალბათ ისევ შიდა ყუმბარამდე მივდივარ და ტყუილად ვიკულიეთ ამდენი რაღაცები. თუმცა ხვალ მაინც წავიყვან სავალი ნაწილის კარგ მექანიკოსს ვიპოვი. ნეტათენგო ყველა მანქანაზე მუშაობდეს. სავალი ნაწილის კარგ მექანიკოსს ვიპოვი და შევეცდები დავადგინო რა ცეცხლი და ნავთი უნდა. და რომ დავადგენ მე მაგას შევეცდები ადგილობრივად მოვაგვარო უცბად და მალე და მარტივად. თუ არა და თუ ვერ მოვაგვარე ადგილობრივად ან ნაწილის ჩამოტანა არამებს გავცი თუ დაჭირდა მაგასაც აუცილებლად ამ ვიდეოშივე გაიგებთ. მოკლედ ცოტა ხანში თქვენთვის ცოტა ხანში და ჩემთვის ალბათ არა ცოტა ხანში გავიგებთ რა ჯანდაბა უნდა და რატო აქვს ეგ ყრუ ვიბრაცია. ანუ თან ის არის რა შემაწუხებელია თორე როგორც ასეთი რომ რაიმე ეფექტი კონდეს, ანუ просто არ უნდა კონდეს მანქანას ეგ ვიბრაცია რა. და მაგიტო ვეძებ ესეთი მონდომებით. მოკლედ წავედით და ხვალე სავალი ნაწილის ხელოსნიდან გავაგზავნებთ წესით და კანონით. ჩაო. ესე იგი, ამდენი ტანჯვაწვალების მერე უკარდნოთაც ვიარეთ, მოხსნილი ძრავის ამორტიზატორითაც რა ყველაფერი ვქენით და ბოლოს ისევ იმ ვერსიას დავუბრუნდი, რა ვერსიაზეც ვიყავით თავიდანვე შეჯერებული, უბრალოდ რა ვერსიას პირველი ვთქვი. ძირითადად ეგრე ხდება ხოლმე, პირველს ვამბობ, მე ყველა სისულელეს ვაკეთებ და ბოლოს ისევ პირველ ვერსიას უბრუნდები. ესე იგი, ბოლოს ყუმბარებში აღმოჩნდა პრობლემა, ამიტომ ყუმბარები გამოვიწერე, ადგილობრივად საკმაოდ ძვირი იყო და არც მიღირდა რეალურად მაგ სიძვირის გადახდა და პლუს ამ ყველაფერს არც არანაირი ლოგიკა არ იყო, მაგდენად ძვირის გადახდა
საფრთხეში. ამიტომ გამოვიწერე ყუმბარებით. ჩამოვა, ეხლა კი გავაგზავნეთ ისე ვიდეოს ყურება. ნახოთ როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გაგრძელდა. ესე იგი ჯამში ამ მანქანის გაკეთება დაახლოებით 2200 ლარი დაждდა და ეს მანქანა იყიდება $9.5 $9,000 უბრალოდ $9,400 იყიდება. იდგება ლაიონის ტერმინალზე, 9-ში გამბაჟება უწევს და ბარემ ვარჩიე რომ აქ ჩავამეყვანა როგორც ლაიონის დილერი და ასევე პარტნიორი. მაქვს მაგის საშუალება რომ ტერმინალზე აქ გავაჩერო მანქანა და არ განმობაჟო ასე ვთქვათ და დაველოდო ვინც იყიდის და მე იმან თავად განაბაჟოს ავტომობილი. ამიტომ ლაიონის ტერმინალზე იდგება, შეგიძლიათ მაი ავტოზის მოძებნების ავტომობილი, ასევე შეგიძლიათ ლაიონის ტერმინალზე პირდაპირ ჩამოხვიდეთ, ნახოთ და ისე შეიძინოთ. მოკლედ ამ დანარჩენი ყველაფერი ანუ მანქანის შეძენა ვისაც ენდომება, პირდაპირ ადგილზე შეძლებს მოსვლას ნახოთ. ცოტა დამესვარა კი გავრეცხე ხა დილითაც, მიუხედავად იმისა რომ დიტეილინგი გაკეთებული ქონდა, ნუ მაინც გავრეცხე რომ აქ ჩავამეყვანა. ესე გამოიყურება ხა ამჟამად ინტერიერი. აი ამ კნოპკაზე მაქვს საუბარი, სტარტის კნოპკაზე, რომელიც ეს გატეხილია და ნუ რა თქმა უნდა არასასურველია რომ ესე იყოს, ამიტომ ეს კნოპკა გამოწერილია გზაშია და ავტომობილს გამოყვება. წესით ავტომობილში იდება თუ მანამდე იყიდა ვინმე მე დამიკავშირდება და მე მივცემ ამ ნაწილებს, თუ მანამდე არ გაიყიდა სანამ ნაწილები ჩამოვა, ავტომობილში იდება ნაწილები და პირდაპირ შეცვლით, როცა იყიდით, ანუ ვინც იყიდის, ის შეცვლის რა. რაც შეეხება უკანა მხარეს, უკან ესე გამოიყურება ძალიან კაი ესენი მოყვება, რა ქვია, ფეხის დასადებები, სხვათა შორის 4-ვე, საბარგულიც მათ შორის, სამსაბარგულიც ვანახოთ. მოკლედ, რაც ვიარე ეს დღეები ძალიან ყვაყოფილი ვარ წვითაც, გამწეობითაც. წეგან პატარა ოფროუდზე გამოვიარე, მაგრამ რატომღაც ვერ ჩავწერე, კამერა გადაბრუნდა და მაგის კადრები არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე გამოიყურება საბარგულიც და საერთოდ ჯამში ძალიან კარგი საოჯახო ავტომობილია. ყოველ შემთხვევაში მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რაც ვიარე ამ ავტომობილით. გავაჩერებ ახლა თავის ადგილზე და კი იცით, სადაც უნდა იპოვოთ და შეიძინოთ თუ ვინმე სურვილი ექნება. ხო, სხვათა შორის ესეთი რა ქვია, რენჯისებრი არა, უბრალოდ რა, სწორებიობით. რენჯის ახალი გასაღები აქვს საერთოდ. უნაკაწრო და ეს რა ქვია. რენჯის რა Land Rover-ის ყველას ერთნაირი აქვს, მაგრამ მაინც მინდოდა რომ მაჩვენებინ როგორი მაგარი გასაღები აქვს. აი, წავედი გავაჩერე ახლა თავის ადგილზე. მოკლედ თუ ვინმე შეძინა გენდომებოთ, აი აქ განისვენებს ეს ავტომობილი და შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ადგილზე შეიძინოთ. დანარჩენი მაი ავტოზე იქნება ამის განცხადება ასევე და ასევე ლაიონის წესით გვერდზეც იქნება Lion Auctions.com-ზეც წესით დაიდება განცხადება და ასევე ნუ ტერმინალზე შეგიძლიათ პირდაპირ სამუშაო დღეებში, სამუშაო პერიოდში ჩამოხვიდეთ, ნახოთ და შეიძინოთ თუ სურვილი გექნებათ. მეგარი და ეგ. ესე იგი დღეს არის შაბათი. გუშინ იყო პარასკევი, ანუ ის აქ არა ჩამოვიყვანე, გუშინ იყო პარასკევი, შუა დღე 3 საათზე გავედი აქედან, უეჭველი მახსოვს რა, ანუ 2-ზე შემოვედი, 3-ზე გავედი, 1 საათი აქ მოძრაობდი და გუშინ საღამოს ვიყავი, შეიძლება აქ არა გაიყიდა, მოკლედ ბი აქვს დატოვებული ადამიანს და რამდენიმე დღეში წაიყოს. დღეს არის შაბათი, აუქციონზე ჩამოვედი, მაგრამ საზოხართ, ანუ უბრალოდ საბუთების გამო ჩამოვედი, რომ მაგ მანქანის საბუთები მოვაგვარო. მაგრამ დღეს საზოხართ აუქციონზე მონაწილეობას ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ჯერ ფული ბოლომდე გადახდილი არ აქვს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში შემდეგ შაბათს უკვე ფულით ვიქნები ისევ აუქციონზე და იმედი მაქვს რამე საინტერესოს ვიყიდი. მოკლედ ეს ვიდეო, ანუ თქვენი აზრით რომ უნდა დამთავრებულიყო რამდენიმე წუთის წინ, ბარემ ვიდეოში კულმინაციაც გამოგვივიდა და ავტომობილი არ 3 საათში გაიყიდა რა, რომ ავტომობილი ისე ვალი გაიყიდა, რომ მე მეგონა რომ ვიდეოს დავდებდი ბერო და დავლოდებოდი ვიღაცა იყიდი და ბერე შემდეგ ის ყიდვა მოვიწოდო და ძალიან ბედნიერი ვარ, ულოცავ შენაძენს, ვინც შეიძინა, ნამდვილად კარგი ავტომობილია. ყუმბარებს და სტარტის კნოპკას როგორც შეგვირდით, გადმოგცემთ აუცილებლად. მოკლედ დროებით და შემდეგი ვიდეოთი დაგიბრუნდებით რა. სუპერკარი გრძელდება. და თან არ ველოდი რომ სუპერკარის პროექტი ესე აქტიურად წავიდოდა და ესე ყოჩაღად წავიდოდა. მე მგონი წვალებად ღირს. კი, ღირს, აშკარად ღირს. დაკარგე.